ამ ღილაკებზე სამივე წითელი ანთებული всё, ჩათვალეთ რომ ეშმაკი გამოუშვით GTR-დან. აქვს Turbo Smart-ის 2 ცალი Westgate, Flex Fuel-ის სენსორი. ძალიან ბევრი aftermarket დეტალი უყენია, მაგალითად ეს joystick-ი, X-Sport-ი, ანადგურებ და super car-ებს. იმენად ვიწროა ტრასა, რომ მეშინია ბოლომდე დადგა. მენა მომყოლია. დაახლოებით 10 წელიწადია რაც დრიფტის ჩემპიონატებზე გამოდივართ. ავტომობილი რაც ყავს სიულია მთლიანად მექანიკურია, ანუ გულისხმობ იმას, რომ არც ABS სისტემა აქვს, არც traction control აქვს, არც რაღაც ავტომატური გადაცემათა კოლოფის სისტემა და ზუსტად მე მიმაჩნია, რომ ეგ არის სწორი გზა. ანუ ამ ყველაფრის გარეშე ავტომობილს უფრო გრძნობ, უფრო შენია და მით უფრო აღწევ შენ მიზანს რა, ანუ ხასიათებში მაგრად უგებთ. ესე იყო სხვათაშორის ადრე ფორმულა 1-შიც, რალიშიც და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ მაშინდელი პერიოდი უფრო მუღამიანი იყო და უფრო მუღამით უყურებდა ხოლმე ხალხი, ვიდრე ეხლა, სადაც განვითარდა და შეიზღუდა ყველაფერი. თუმცა დრაგის სერიებში ჩვენ ყავდა ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მანქანები. როგორც არის ახალი Supra, M3, M4, Jaguar-ი გადავიღეთ ეხლა და ასე შემდეგ. რა მანქანებსაც ვიღებდით ხოლმე, მფლობელები გვეუბნებოდნენ, რომ მოდი გატესტე, აქსელერაციაში როგორია, დრიფტში თუ დგება, ჩემი ბრალია თუ რაღაც პრობლემა აქვს მანქანას და რაღაც ბაზარო დაგროვ და ნელ-ნელა მუღამი გაგვიჩნდა, რომ რამე თანამედროვე მანქანა ხო არ გვეყიდა. მაგრამ თანამედროვე მანქანა როგორ უნდა არჩიო? თანამედროვე სისტემის მანქანა. ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს გატესტილი რაღაც ავტომობილების სია, M3, M4, Jaguar-ი, Supra, ან სხვა რაღაცა კარგი თანამედროვე მანქანა. უნდა დააგროვო გამოცდილება, რომ იცოდე ყველას პლუსები და მინუსები. მაგრამ მან გაგვიშთა ერთი იდეა. მოდი ამ გამოცდილებას რასაც დავაგროვებთ და რასაც გავტესტავთ. ბარემ ხო არ გადავიღოთ და ჩვენ მაყურებელსაც ვაჩვენოთ. ამიტომ თქვენს წინაშეა Nissan GT-R R35, იგივე Godzilla. R32-დან დაიწყო Godzilla-ს ისტორია ზოგადად. აი R32 რო სადმე წლიურ ბოლაზე ან სადმე გამოდიოდა, всё, არაფერს აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ ყველას ჭამდა რა და მაქედან მოყოლებული Godzilla შეერქვა. ვინც არის ცით, ანუ GT-R-ებში ვინც ვერ ერკვევით. R32, R33, R34 და R35 არის GT-R-ების კლასი რა. მანამდეც იყო რაღაცეები, თუმცა სახელი გაითქვა R32-დან მოყოლებულმა GT-R-ებმა. ერთი თემა რაც არის R35-ს Skyline-ი აღარ ქვია რა. აი მანამდე სულ Skyline-ები იყო, მე Skyline-ების ხაზი თითქოს ცალკე წავიდა და ბევრი Skyline-ი ალბათ გეცოდინებათ რომ ქალაქში დადის. V35-ებზეა საუბარი, რომელსაც 3 და 5-ები აქვს ზრავი, დაბლ კუბატურიანიც არის და აი ის ხასიათი რაც Skyline-ს ჰქონდა რა, რომ აი ძალიან სპორტული იყო, ბღუილა, ძალიან მაგრად დადიოდა და ასე შემდეგ, ამ Skyline-ებს მაინდა-მაინც აღარ ახასიათებთ, იმიტომ რომ უფრო მძიმეა, უფრო სუსტია, ანუ ატმოსფერული ზრავებით გამოდის. ადრე ძირითადად იყო ატმოსფერულები და ტურბინიანების და ტურბინიანება შემოიტანა ზოგადად Skyline-ებში ეს ძალიან მაგარი სახელი რა. აი რო დაინახავ, ხვდები რომ რაღაც ძალიან მაგარი სპორტული ავტომობილია, იაპონური ძველი კულტურის რა და ჩემი აზრით მაგიტომაც R35 Skyline-ი აღარ დაარქვეს და Skyline-ების ხაზიც ცალკე არის რა. დღესდღეობით GT-R-ს ქვია Nissan R35 GT-R და ნუ ეგრე მოხდა. ერთი საინტერესო ფაქტი კიდე რაც არის, აი ხა რაც ჩამოგითვალე, მაგალითად R32, 33, 34-ში იყო ერთი კლასის ზრავი. ეს არის RB26 DE-TT, ანუ Twin Turbo სისტემას ნიშნავს 2T და აი ამ კლასში რა სულ ეს ზრავები იყო და კარგი იყო იმ მხრივ, რომ მაგალითად შეგეძლო აი R32-ის ზრავი გამოგეყენებინა R34-ში. ანუ ერთმანეთში ასე ვთქვათ გადაგეზბორა, რაღაცები აგეწყო, დაგეწყო რაღაცები, მაგრამ R35-ის თაობა როგორც კი მოვიდა, ნუ რაღაც პაუზის მერე მოვიდა და ახალი GT-R გააკეთეს,
მესმის რომ ამ ხელაში რომ აჩადო Nissan-მა, იმიტომ რომ GT-რის სახელს ვერ შეარცხვენდა და აუცილებელი იყო რომ GT-რი ყოფილიყო მართლა GT-რი და მაგიტო გააკეთეს საერთოდ სხვა ძრავი. BR 38-ზეა საუბარი, რომელიც არის 3 და 8 კუბატურით, არის V6, რომელიც შედარებით მოკლეა, ანუ ძველ GT-რებში იყო 6 ცილინდრიანი, არა V რა სტანდარტული ძრავი. ეს გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღიათ, ანუ ესე არ დაესიზმრათ და მოდივე 6 არ გავაკეთოთო. ამას აქვს ძალიან დიდი პლუსები რა. ჯერ ერთი რომ ალუმინის ბლოკში გააკეთეს ძრავი და ალუმინის ბლოკი ბევრად მსუბუქია. რა თქმა უნდა, სპორტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მსუბუქეს. მაქსიმალურად სალონისკენ არის ჩაწეული. ალუმინის ბლოკში კონსტრუქციულად ისე დაალაგეს Nissan-ის ქარხანამ, ანუ თვითონ ძრავი, რომ მაგრად უძლებს ცხენს, ანუ აი წარმოიდგინე 3 და 8-დან კუბატურა რაც უფრო დიდია, თან ტურბოსისტემა, სუპერჩარჯერი რო აყენია ხოლმე. ბევრად მარტივია ცხენის ამოღება რა. დღესდღეობით ამერიკაში ეხა დრაგზე ძალიან ბევრი სასტავია, ვინც 2000 და 2500 ცხენით გამოდის VR 38-ით და დადიან სასწაულად. ნუ აი რავი, მართლა ძალიან სასწაული გამოვიდათ რა. მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ანუ GT-რმა, Nissan-ის ქარხანამ რო გამოუშვა ეს GT-რი, თავის სახელზე იფიქრა ძალიან ბევრი და არ შეარწყვინა GT-რის კლასი არ შეარწყვინა. მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა რა. აი ძალიან. რას გვიმალავს Godzilla? აქ. ახლა განახებთ ზუსტად. ამ ავტომობილში ეხლა რაც არის გაკეთებული და როგორც დადის ცოტა ხანში გაიგებთ. წერა როგორც გითხარით, თლიანი გამშვების სისტემა არის გამოცვლილი, HKS-ი უყენია charge pipe-ები 2, მთლიანად ალფას გაგრილების სისტემაა წინ, ანუ წყლის რადიატორი, ინტერკულერი დაბლა, რასაც ხედავთ. აქვს TurboSmart-ის 2 ცალი Westgate-ი პარალელურად. აქვე გვაქვს ჩვენ Flex Fuel-ის სენსორი, რომელიც ეს სენსორი ასრულებს ესეთ როლს რა, როდესაც სპირტს ასხავ ავტომობილში, იგებს რამდენი სპირტია, შიგნით ჩასხმული და მაგის და მიხედვით ხვდება კომპიუტერი უკვე როგორი აალების კუთხე, ანუ ზაჟგანიას რო ეძახიან ხოლმე, როგორი აალების კუთხით უნდა იაროს ძრავმა. დანასტროებული არის E85-ზე და E93-ზე. აქვე გეტყვით E85 რას ნიშნავს, რომ საწვავში სადაც 85% არის სპირტი, არის 85, ხოლო 93 შესაბამისად 93% არის სპირტი და რას გვაძლევს ეს ყველაფერს, ვინც არიცით. არის ის, რომ იგივე, ერთი და იგივე კონფიგურაციაზე, ანუ მექანიკურად, როგორც არის ძრავი აწყობილი, რაც უფრო მეტი სპირტია, მეტი ოქტანია და შესაბამისად შეგვიძლია უფრო მეტი ცხენის და ძალის ამოღება. წამოვუკან, ეხლა კიდე რაღაც საინტერესო რაღაცებს. პრინციპში ვერ შეგახედებთ, მაგრამ აგიხსნით. ამ ყველაფერს კვება ჭირდება, რა თქმა უნდა, და ბენზინის ბაკი სადაც არის, აი აქ გვაქვს განთავსებული 2 ცალი პარალელური, დაპარალელებული ბენზინის насоси, DH ვერქის არის ეს კონკრეტულად. არა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში საკმარისი არის, რომ 3 და 8 ძრავი, მოცულობის ძრავი კვებოს. ინჟექტორების შეცვლილი გვაქვს, რა თქმა უნდა, 1000-იანები აყენია უკვე ამ შემთხვევაში. ჯერ კიდე ნასტროიკის პროცესშია. ამერიკაში სპირტზე იყო 750 ცხენზე. კიდე საინტერესო ფაქტი რაც არის, კავაბატამ რო ააწყო GT-რი დრიფტისთვის, ზუსტად GT-რი იყო, რითიც მოხსნა დრიფტის სიჩქარის რეკორდი 304 და 96-ით გაიარა. ნუ დაახლოებით 305 კილომეტრით ჩადგა დრიფტში. სხვათა შორის ჩვენ მოხსენით საქართველოში ეს რეკორდი, ჩვენია ჯერჯერობით და სხვას არავის არ მოუხსნია და კავაბატამ სოფლიოში მოხსნა. ხო და ნუ რავი, ვინმე თუ იქნება საქართველოში ვინც მოგვიხსნის რეკორდს ტრეკზე, ჩვენც აუცილებლად გავახმოვანებთ მაგას. არაჩვეულებრივი, რაც ამ მანქანაში გააკეთეს, არის გადაცემათა კოლოფი. გადაცემათა კოლოფი რეალურად განთავსებული არის არა აქ, ძრავის მხარეს, არამედ დაახლოებით აი აქ. საინტერესო რაც არის GT-R E95-ში არის ის, რომ ძალა როგორ ნაწილდება წინა და უკანა საბურავებში. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ელექტროსისტემაზეა მთლიანად დამოკიდებული, ჯერ მექანიკურად აგიხსნით, რა ხდება. რადგან კოლოფი GT-R-ს უყენია უკანა მხარეს, აი აქ, მთელი ძრავის ძალა ერთი კარდნით გადმოეცემა ჯერ კოლოფს, კოლოფში რეგულირდება
რამხელა ძალა უნდა დარჩეს უკანა საბურავებზე და რა ძალა უნდა გადანაწილდეს წინა საბურავებზე და ამ ყველაფერში GTR-ს ეხმარება თავისი ცალკე მდგომი კომპიუტერი, რომელიც ანაწილებს ამ ძალას რა. ABS-ის სენსორები უყენია, ну ალბათ გეცოდინებათ ყველა მანქანასა აქვს რეალურად ABS-ის სენსორები, ინდივიდუალურად ყველა დისკზე, ანუ საბურავზე დგას, ითვლის ბრუნს და ეს კომპიუტერი თვითონ წყვეტს, რომ აი მაგალითად წინა მარცხენა საბურავში უნდა წავიდეს აი ეს ძალა, უკანა საბურავში უნდა წავიდეს ეს ძალა. ATS-ა ETS ქვია ამ სისტემას და რეალურად აი ამ ხელა GTR-ი თუ რატოა ესეთი სწრაფი ტრეკზე ზუსტად ამ ელექტროსისტემების დამსახურებაა. მოდი გადავინოსოთ ახლა უკანა ნაწილზე. არ ვლაპარაკობთ ხოლმე ვიზუალზე და ასე შემდეგ, თუმცა აი არ შეიძლება არ აღნიშნო GTR-ის უკანა ნაწილი ტრაკი არის ულამაზესი, უბრალოდ ულამაზესი. მახსოვს სხვათა შორის ადრე სილვია რო ჩამომივიდა, უკანა გამშვები იყინა 1 ცალი, აი ამ ხელა. ეს არის სავარაუდოდ 4.5 ინჩი. ამ GTR-ს ესეთი უყენია 4 ცალი. და ბარემ გეტყვით, რომ ეს ქარხნული არ არის, aftermarket-ია. ამ GTR-ზე მთლიანი გამშვების სისტემა არის HKS-ის, შეცვლილია და მაგიტომაც აქვს ესეთი არაჩვეულებრივი ხმა. ასე თუ ისეა, ხო არ გავიარეთ და ვნახოთ რა შვება. აი სოკარის სადგურიც გამოჩნდა. მოდი საწვავი დავამატოთ მაინც, იმიტომ რომ ჩვენი V18 ვიცი რომ ბევრს ჭამს, ძალიან უყვარს საწვავის თემა, მაგიტო სოკარის სუპერით შევავსოთ, იმიტომ რომ წინ დიდი გზაა. საწვავი ჩავასხით ყველაფერი რიგზეა, ეხლა შევდივართ უკვე თბილისში და თან მთელი მუღამი მაქვს, ანუ თბილისს რატო გავდივართ ეხლა. რომ რეალურად, ანუ GTR-ი ქალაქში გადაასადგილებლად რამდენად კარგია, მაგას მიხვდი. ანუ ეგ შენ თვითონ თუ არ გატესტე და არ ნახე, ანუ მოგწონს, არ მოგწონს, ანუ გადაადგილებაში რამდენად კარგია, ყურადღებას რამდენად იქცევს რა, ყველაფერი ჯობია რომ შევაფასოთ. კარგი, მოკლედ შევდივართ ნელ-ნელა ქალაქში, GTR-საც ვეჩვევით. სხვათა შორის ცოტა სპეციფიურია GTR-ი და შეჩვევა უნდა ამ ყველაფერს. ესე მარტივი ერთი ხელის მოსმით არ ხდება, რომ იდეალურად გრძნობდე ამ ხელა ავტომობილს. და პირველ შტაბეჭდილებას გაგიზიარებ. აი, ყველაზე მეტად რაც დამევასა, ეხლა სალონში არის ის, რომ დისპლეიზე არის ყველა ის მონაცემი, აი, რასაც ვიყენებ ჩვენ მაგალითად სპორტის თემაში. აი ამ დისპლეიზე ეხლა გამოტანილი არის წყლის ტემპერატურა, ძრავის ზეთის ტემპერატურა, წნევა არის, ზეთის წნევა, რამდენია ეხლა მიმდინარე. ანუ თან ლაივ რეჟიმში არის ყველაფერი და რო ადგა უყურებ, ანუ როგორ მოქმედებს გაზი დადგმა, ანუ რამე პრობლემა აქვს თუ არა. დაბლა არის ტურბინის წნევა, საერთო წნევა, რამდენს უბერავს და არის რადგან გადაცემათა კოლოფი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გადაცემათა კოლოფის ზეთის ტემპერატურას გამოტანილია. ანუ აი რეალურად რო წარმოიდგინო სპორტში ჩვენ რო აი დაჭიკებს ვაყენებთ ხოლმე, მაჩვენებლებს ვაყენებთ, სენსორებს ვაყენებთ, რო ყველაფერი ვაკონტროლო, ეს ყველაფერი არის ჩაშენებული GTR-ში. და აი BMW-სგან განსხვავებით, BMW-ზე ხშირად არის ხოლმე გამოტანილი, აი რამდენ ცხენს გამოიმუშავებს, რამდენ ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აი მე პირადად სპორტსმენისთვის საერთოდ არ მანაღლებს რამდენ ცხენს გამოიმუშავებს მანქანა იმ მომენტში. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ეს დეტალები, რომ ვიცოდე, რომ ანუ რაღაცამ გარბენის შემდეგ მონაცემები რა დაიჭირა, რამე პრობლემა გვაქვს თუ არა ზეთის წნევის მიხედვით. მიხვდები ძრავში კომპონენტები ცოცხალია, არ არის ცოცხალი, სიცოცხლის უნარიანობა დარჩა, არ დარჩა, ანუ აი ეს მონაცემები არის ყველა ისეთი ადამიანისთვის, ვინც ერკვევა ძრავში და ზოგადად მანქანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა მონაცემები რა და დეფაულტად ამ ყველაფერს რო უყურებ, არის იდეალური. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, რამდენად კომფორტულია გადაადგილება, მაგალითად საჭე რამდენად კარგად იგრძნობა, მანქანა ძალიან მომყოლია, საჭეში აშკარად
ეტყობა რომ სპორტული მანევრისთვის არის იმ უკვე განკუთვნილი და აქ თან ჩვენ ეხა ხისტი სისტემა არ გვაქვს ჩართული, ანუ მანქანა ეხლა არის კომფორტულ რეჟიმზე გადართული და წარმოვიდგენია ხის რეჟიმზე რომ გადართავ, რამდენად მომყოლი იქნება რა. სპორტული ხასიათი მაინც აქვს ყველა ვარიანტში. ხედვის არეალი გაქვს საკმაოდ დიდი, ანუ მე არ მიყვარს ხოლმე რომ აი ეს ასე ვთქვათ გვერდითა მაჩვენებლები ძალიან სქელია ხოლმე და რაღაც მომენტში blind spots ეძახიან ხოლმე, როდესაც აი ამ ეს რკინა გიშლის რა და ვერ ხედავ მაგალითად ავტომობილი მოდის თუ არ მოდის გვერდიდან. საჭესთან მდგარი შიფტერები ძალიან კომფორტულია, მე ძალიან მევასება, მით უმეტეს რომ ეხა თუ ტრეკზე დადიხარ, სადაც რეალურად არ ჭირდება ხოლმე საჭის ძალიან მოხვევა, შენ რო აკონტროლებს სიჩქარეების გადართვას, მე ძალიან ვკაიფობ მაგით. ანუ სიამოვნება რომ მიიღო, რასაც ქვია, ძალიან კომფორტულია ეს თემა რა. თვათა შორის სალონზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მახსოვს ტესლას ვიდეო ჩავწერეთ ეხლა ხანს და რადგან ჩვენ რევიუებს არ ვაკეთებთ ხოლმე ძირითადად და არ ვლაპარაკობთ სალონზე და რაღაცებზე, რამოდენიმე კომენტარი დაიწერა, რომ არემ გეჩვენებინა საბარგული რამხელა როგორია, გეჩვენებინა სალონი წესიერა და რადგან GTR-ზეა საუბარი და GTR-ი ბევრი თბილისში არ დადის, სულ რამოდენიმეა და თან ესეთი ექსკლუზიური მანქანაა, მაგიტომაც გიყვებით ამ შეგრძნებებს რა. ხმაური შემაწუხებელი სალონში არ არის რა, ცოტათი დიდი ხმაური აქვს ამ გამშვებ სისტემას, იმიტომ რომ მთლიანად შეცვლილია და ამას კიდევ ერთხელ მოგიყვებით, ანუ კონკრეტულად ამ მანქანას რა აქვს შეცვლილი და როგორ არის გაკეთებული, ძალიან ბევრი aftermarket დეტალი უყენია, მაგალითად ეს ჯოისტიკი, XS პორტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მაპები შეცვალო, launch control-ი დაანასტროიკო ისე როგორც შენ გინდა, ანუ რა RPM-დან დაისტარტოს. იქ traction control-ი შეგიძლია გააკონტროლო. ანუ ცალკე ეს ჯოისტიკი, რომელიც მართავს ქარხნულ კომპიუტერს, მარტო ეს მაგალითად eBay-ზე ნახმარი ღირს $4,000. ნუ ახალი მე მგონი 6-7-ის ფარგლებში ღირს. მოკლედ GTR-ების მოყვარული თუ ხარ და გინდა რომ ბოლომდე გაწურო GTR-ი, ეს უეჭველი უნდა გეყენოს რა. ძალიან კომფორტული რაღაცაა, ძალიან პატარა რაღაცაა და ყველაფრის მარტივად მართვა შეგიძლია. სხვა დანარჩენი ისეთი, აი ხა ეს პლასტმასები და რაღაცეები, როგორც არის მოწყობილი, ბევრ თანამედროვე მანქანა რო გითხრათ, ეხა გატესტილი გვაქვს თქო და იმას შევადაროთ თქო, რო გითხრა. არა, მაგრამ რამდენიც გვაქვს ნანახი და როგორც გვაქვს გატესტილი, ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე გამოიყურება. მე მაინც ჯერა რომ GTR-ს რო ყიდულობ, იქ არ უნდა დააკვირდე რომ აი ეს პლასტმასი როგორ ზის. თუმცა ყველაფერი აქ რიგზეა, მაგრამ თავარი აქცენტი არ გაქვს რა, რომ აი პლასტმასები რამდენად კარგად ზის. ანუ GTR-ის მფლობელი რო ხარ, კი, კომფორტი, რა თქმა უნდა შედიოდეს ამ ყველაფერში, მაგრამ უფრო GTR-ის მუღამი არის ის, რომ იყოს ძალიან სწრაფი, არის უკვე აიკონიკ მანქანა, რომელსაც თავისი სტილი აქვს და ძალიან განსხვავებულია. ქალაქში რო დადიხარ, ყველა გიყურებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ ისეთი რაღაცა იყიდე, რაც ქალაქში ძალიან იშვიათობაა და ნუ ყველა გიждდება და ესე თითით აჩვენებენ სხვებს რომ ნახე რა მანქანაა რა. GTR-ის მუღამი უფრო ეგ არის. ჩვენ უკვე 3 თვეა უზმოტორსთან თანამშრომლობთ პაკელოს მიმართულებით, პაკელოს Z-ის მიმართულებით, რომელიც არის იტალიური წარმოშობის, სუფთა იტალიურია, რასაც ქვია და უზმოტორს თუ დაემატებოდა სხვა ფილიალი, სადაც შეგიძლიათ პაკელოს შეცვლა, შეგფერდით რომ აუცილებლად გეტყოდით. ეს არის ამ შემთხვევაში ბეჟანიშვილის 9 ნომერი, Louis Motors-ი, სადაც შეგიძლიათ თქვენი არაჩვეულებრივი მანქანა, მაგალითად, როგორიც არის ეს BMW M3-იანი Mercedes-ი, მიხვიდეთ და თქვენ მიმდინარე Z-ი შეცვალოთ იტალიური ხარისხით. და მოგასმენინოთ ამ გადაცემათა ყოლოფის downshift-ის ხმა, რომელიც კომპიუტერით არეგულირებს იმას, რომ downshift-ზე, ანუ წინა სიჩქარეში რო აგდებ, მაღლიდან დაბლა რა, სპეციალურ rev match-ს აკეთებს. rev match-ი ნიშნავს როგორ რაღაცას, იცი რომ კომპიუტერით აძლევს გას, რომ ძრავის ბრუნი დაემთხვეს გადაცემათა ყოლოფის ბრუნს ისე, რომ იყოს ეფექტური. და არ მოგასტრიალოს მაგალითად იმისგან, რომ საბურავი გაჭედოს რა, ანუ საბურავი რომ დაატორმუზოს რა. ტრეკზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
ამ ყველაფერს ისეთი არაჩვეულებრივი ხმა ისე მევასება. ოღონდ არა მარტო მე ვიცი რომ ბევრს გევასებათ. მეოთხეა ეს. მესამე. შვენიალურია. სხვათა შორის გადაცემათა კოლოფის მონაცემები რომ ნახე 200 მილიწამში რთავს სიჩქარიდან სიჩქარეში 200 მილიწამი საკმაოდ სწრაფია მაგრამ რო შეადარო მაგალითად Porsche-ს PDK-ს გადაცემათა კოლოფს იმენა მეფეა იმიტომ რომ 8 მილიწამში შეუძლია სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა ანუ რავი სასწაულია ფაქტიურად ჩათვალე რომ დაანაკარგი საერთოდ არ აქვს მაგრამ აქაც რო ზიხარ და სიჩქარიდან სიჩქარეში რთავს ვერ გზნობ მაგას საერთოდ 200 მილიწამი ისე გადის რომ საერთოდ ვერ გზნობ ვერაფერს და ბოლოს ხმას რომ მიყვება მე არა ამით შეგილია მთელი დღეა რომ ისე რომ აი ეს არ მოგწყინდეს აი ეს მოიცა არა მაგრა დასწრებს ხოდა რაც საوارია ეხლა რასაც გიხსნით ეს გადართვები და გადმორთვები რა რეგულირდება აქ ღილაკებით აი გვაქვს განთავსებული 3 ღილაკი რომელიც სხვადასხვა ფუნქციას გვაძლევს რა აი მაგალითად შუა ღილაკი ეხლა ჩვენ გვაქვს კომფორტზე გადართული რაც პადვესკაზე ახდენს ზეგავლენას დაკიდების სისტემაზე ახდენს ზეგავლენას თუმცა თუ გადავრთათ ჩვენ შუაში ეს არის საშუალო დონე ანუ არც კომფორტული და არც აგრესიული ანუ სპორტული და თუ ზემოთ გადავრთავთ და ცოტა ხანი დავაცდით ეს უკვე დაკიდების სისტემა ბევრად ხისდება და ეხა ამ წამს შეეტყო. არ ვიცი ვიდეოში რამდენად გამოჩნდა, მაგრამ ცდილობს რომ ყველა კენჭი შეგატყობინოს სად არის დარჯობილი და თბილისის მერიან ამ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ როგორ დააგო ასფალტი აქ. ასევე გვაქვს აქ ღილაკი რომელიც საბურავებს შორისა გადაცემაზე არის პასუხისმგებელი და ესეც შეგვიძლია ჩვენ სპორტში გადავიყვანოთ და შევატყობთ და აქ არის კიდე მესამე ტრექშენის ღილაკი და მოცურების საწინააღმდეგო ღილაკი, რომელიც ასევე სპორტში შეგვიძლია გადავიყვანოთ. ანუ თუ ამ ღილაკებზე სამივე წითელია ანთებული, всё, ჩათვალეთ რომ ეშმაკი გამოუშვით GTR-დან და მზად არის ყველაფრის გასაკეთებლად. რაც შეეხება სავარძლებს, კარგად მაქვს მე მობჯენილი. ჩემ შემთხვევაში ეხა იდეალურად დაჯდა რა. აი ეს გვერდები ზუსტად აი ჩემი ტანის გვერდებს აწყვება და მოსახლეებში როგორც არ უნდა შევიდე, ტანს გინარჩუნებს რა. ისე რომ მართვა გქონდეს ავტომობილზე. ანუ მე არ ვიცი ხა როგორ იქნება ცოტა დიდი ტანის ადამიანებზე, მე მგონია რომ უფრო პრობლემატური იქნება ეს, მაგრამ დაახლოებით აი საშუალო ტანის ადამიანისთვის, რო თქვა რომ ტრეკზე მე სკამი მაქვს შესაძლებელი ისე ვერ ვივლი, შანსი არა. ამ სკამი ჩაოლებრად ივლი. სანამ თენგო იმზადება, ჩვენი კროკოსნეკები აქ გვაქვს, რა თქმა უნდა. გავამზადებთ ახლა კამერას, გადავიღებთ კიდე ტრასაზე. საინტერესო მომენტებს, აქსელერაციას და მსგავს რაღაცებს. მოკლედ, 3 და 2-ში იღებს წესით ეს მანქანა 0-დან 100. მაგრამ ეს გაკეთებულია და წელში ნაკლებში უნდა იყოს. ოღონდ ლანჩის გარეშე ვაპირებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გადაცემათა კოლოფები GTR-ს მაინდა-მაინც ისეთი ძლიერი არ აქვს, როგორც უნდა იყოს. მაგრამ ასეა თუ ისეო სინჯობთ. ლანჩი უნდა, მართლა უნდა რა, ლანჩი. რადგან ახლა ჩვენ ზამთრის საბურავებზე ვართ რა, სისტემა იწეღა რაც ვახსენეთ რა, მაქსიმალურად ცდილობს რომ არც ერთი არ დაბუქსავდეს, მთელი ძალა გადაანაწილოს, ძალიან საბურავებზე ისე რომ აქსელერაცია იყოს მაქსიმალური, თუმცა ეს კარგ საბურავზე ბევრად ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ეხლა.
კაი, ეხლა მივდივარ ჩვენ მეოთხეთი. შეგვიძლია ჩამოვაგდოთ მეორეში. ნახმა შეიცვალა აბსოლუტურად. რა დაგვავიწყდა? ჩვენ დაგვავიწყდა აგრესიული რეჟიმი, რომელიც ეხლა გავააქტიურეთ, ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია წინ წავიდეთ. ამის დაუნშიფტი არის იმენა პორნოგრაფია. აგრესიულ რეჟიმზე რო რთავს სხვა არის, ანუ ხმაც გესმის უფრო რო აგრესიული აქვს, სავარაუდოდ კომპიუტერი აალების კუთხესაც წევს და ამ ყველაფერს ბევრად გრძნობ რა. სიმართლე რო გითხრა, იმდენად ვიწროა ტრასა, რომ მეშინია ბოლომდე დადგმა. ეს მანქანა კარგად უნდა გატესტო რეალურად ტრეკზე. თუ ესეთი GTR-ის ჩამოყვანა გადაწყვეტეთ, შეგიძლიათ auto import-ის სერვისით ისარგებლოთ, ესეთი არაჩვეულებრივი E35 ნახოთ. ამერიკაში, ძირითადად ამერიკაშია E35-ები, გადაამოწმებინოთ auto imports და რო დარწმუნდებით ყველაფერი კარგია, ხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყვანოთ. არ დაგავიწყდეთ პრომო-კოდი ხერო, აი აქ იქნება გამოსული. გამოიყენოთ, უთხრათ ადგილზე ჰოვას და ეგრევე ჩვენიანები იქნებით. საბოლოო ჯამში, ანუ ღირს თუ არა GTR-ის ყიდვა, GTR-ი დღესდღეობით არის ბიტკოინივით რა. იმიტომ რომ ყოველდღიურად ზვირდება, GTR-ის ხაზი რო GTR-ის ხაზია და ძვირადღირებული ხაზია, ყველა მისის აბსოლუტურად. მით უმეტეს რომ GTR-ის წარმოება 2025-ში წყდება, აღარ იქნება და ახალ GTR-ზე დაიწყებენ მუშაობას და აი ამ E35-ების როგორც წინა მოდელების მოთხოვნა იზრდება და იზრდება ბაზარზე. შესაბამისად, ეხა თუ შენ GTR-ს იყიდი, მარტო იმიტომ, რომ ინვესტიცია განახორციელო, გამართლებულია რა. და მეორე თემა არის უკვე ის, რომ ჩვენ თვითონ GTR-ი რამდენად გევასება. საბოლოო ჯამში GTR-ის ყიდვა ღირს, ნამდვილად. თანაც ადრე იყიდი მithკეთესია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის მერე კიდე ავა და ავა ფასი. შეგიძლია სტატისტიკა ნახოთ. GTR-ის ღირებულების და მაგაშიც თქვენ დარწმუნდებით რა. მოკლედ, დიდი მადლობა ვინც უყურეთ ჩვენ ვიდეოს, არხი გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ რევიუში.